სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. რა განსხვავებაა საეკლესიო იერარქიის ხარისხების შორის? ესე იგი, დავიწყოთ ნახეთ, ეპისკოპოსი არის ყველაზე მაღალი სამღვდელო ხარისხი. ხო, ეპისკოპოსს შეუძლია აღასრულოს მღვდლად და დიაკვნად კურთხევა. რამდენიმე ეპისკოპოსს შეუძლია ეპისკოპოსად ხელდასხმა. ეპისკოპოსი უნდა იყოს აუცილებლად მონაზონი, ბერი, ასე ვთქვათ, შავი საღვდელოება და თეთრი საღვდელოება. ანუ შავი საღვდელოება ეს არის ბერიდან დაწყებული პატრიარქამდე, ხო, იქ ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, პატრიარქი და ესე იგი თეთრი სამღვდელო, ასე ვთქვათ, ერში ვინც არიან, აუცილებლად სული მეუღლე, ანუ ოჯახი უნდა ყავდეს, ესე იგი მაღლა არის, ესე იგი დეკანოზი, ხო? ხო, ეპისკოპოსი არის ეპარქიის მმართველი, ხო? ანუ პატრიარქი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი სამღვდელო ხარისხით არიან, ესე იგი ეპისკოპოსი. მღვდელს შეუძლია აღასრულოს ყველა საეკლესიო საიდუმლო გარდა მღვდლობის საიდუმლოსი. ანუ არ შეუძლია დიაკვნად, მღვდლად ან ეპისკოპოსად აკურთხოს. დეკანოზი და პროტოპრესვიტერი სამღვდელო ხარისხით მღვდლები არიან. თუ მღვდელი იმავდროულად მონაზონიცაა, ის შეიძლება იყოს მღვდელ-მონაზონი, ხო? ნუ იქ მერე თუ აი მონასტრებში, ხო, აი მაგალითად იქ აი მღვდელ-მონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი და უკვე ეპისკოპოსი. ანუ იღუმენი ან ხო. ესე იგი მღვდელს და დიაკვანს შეიძლება ყავდეთ მეუღლე, ხო, რაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, ანუ ეს ერში, ასე თქვა, თეთრი საღვდელოება, ასე დავარქვათ, მაგრამ სასულიერო ხარისხში ქორწინების უფლება არ აქვს. სხვათა შორის ადრე ეპისკოპოსებსაც ჰქონდათ უფლება, რომ ცოლები ყავდათ ეპისკოპოსებს. ნუ მე გულისხმობ ახლა იქ მოციქულთა დროინდელი ცოტა აქეთ. და დღეს რა თქმა უნდა არა. მღვდელს და დიაკვანს შეიძლება ყავდეთ მეუღლე, ხო, ოჯახი, მაგრამ სასულიერო ვიცი ხარში არის, მას არ შეიძლება, ხო, ანუ ბერიდან, ესე იგი პატრიარქამდე არ შეიძლება, უფლება არ აქვს, რომ ყავდეთ ცოლი ოჯახი. დიაკვანი არის მღვდლისა და ეპისკოპოსის, ესე ვთქვათ, დამხმარე საიდუმლოების აღსრულებაში და სხვა საეკლესიო მსახურებაში. დიაკვანს დამოუკიდებლად საეკლესიო საიდუმლოს აღსრულება არ შეუძლია დიაკვანს მარტო, ხო, აი თქვა როგორც აი მაგალითად წირვა რო აღავლინოს და ლოცვა და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ, რა დანიშნულება აქვს ქორწინების საიდუმლოს. ნუ მოვჭით ჩვენ ეს ასე თუ ისე გასაგებია, ეს ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, მღვდლის ხარისხის, ასე ვთქვათ, ეპისკოპოსის და მიტროპოლიტი და ასე შემდეგ. ეხლა რა დანიშნულება აქვს, მეგობრებო, ქორწინების საიდუმლოს? ნახეთ, მოკლე პასუხი. ქორწინების საიდუმლოში საცოლეზე და საქმროზე გადმოდის უფლის მადლი, რომელიც მათ ერთობლივ ქრისტიანულ ცხოვრებაში შეეწევა. შემდეგი, ვინ შეიძლება იყოს მეჯვარე? მეჯვარის შესახებ საეკლესიო კანონები, მეგობრებო, არაფერს ამბობენ, თუმცა საეკლესიო ტრადიციით მეჯვარე უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეხლა ვინ შეიძლება იყოს მეჯვარე? ხო, ეს თქვით, ხო, უკაცრავ. შემდეგი ნახეთ კითხვა, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანები აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, მონაწილეობენ ზეთის კურთხევის საიდუმლოში და მათი ჯანმრთელობა
არ უმჯობესდება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს უღირსად ზიარება, მეგობრებო, ანუ როდესაც ადამიანი ეზიარება ჯეროვანი სინანულისა და ღვთის შიშის გარეშე. გარდა ამისა, ავადმყოფობდნენ და ესე იგი სიბერემდე ტოვებდნენ ხო ამ ქვეყნის ცხოვრებას, მაგალითად აი დიდი წმინდანები, ხო, მაგალითად წმინდა ბასილი დიდი, თამარ მეფე, წმინდა ნინო და სხვები. უფალმა ჩვენზე უკეთ იცის, მეგობრებო, ვისთვის რა არის უმჯობესი, რომელ დროს, რომელ კონკრეტულ ვითარებაში და იმ მომენტში, რა მომენტში. ანუ სნეულება თუ სიჯანსაღე, სიცოცხლე თუ სიკვდილი. ჩვენი ვალია ყველაფრისთვის ვადიდოთ ღმერთი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ხო, აი, კარგად ხარ? თქვი მთელი გულით, დიდება შენ და ღმერთო. ცუდად ხარ? თქვი დიდება შენ და ღმერთო. და ესე იგი ეს ძალიან ეხმარება ადამიანს და მართლაც მადლი მოდის. როგორც წმინდა მამები ამბობენ. ანუ ყველა მდგომარეობაში, ყველა სიტუაციაში იქნება ეს სიხარული თუ განსასწრები თუ გაჭირვება, თუ ზეიმი თუ ბედნიერება, უნდა ვადიდოთ მოხმოდრეკილი უფალი და თქვა უფალო, დიდება შენ და მადლობა ყველაფრისათვის. ესე იგი, ნახეთ წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ ვიხილე მძიმე ტანჯულნი, რომლებიც ხორციელი სნეულები თითქოს ერთგვარი ეპიტიმიით სულიერი ვნებისგან გათავისუფლდნენ. ანუ ღმერთი, ესე ვთქვათ, კურნება ზოგჯერ საეკლესიო საიდუმლოების საშუალებით გვიგზავნის, ზოგჯერ მხურვალე ლოცვის შემდეგ, ზოგჯერ ექიმის საშუალებით, ხოლო ზოგჯერ სნეულებას გვიტოვებს ჩვენივე სულიერი სარგებლობისთვის. სნეულმა ჯერ სულიერ საშუალებებს უნდა მიმართოს, შემდეგ ექიმებს და თუ არ განიკურნა მოთმინებით უნდა გადაიტანოს განსასწრები და ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს, ხო? წმინდა იოანე ოქროპირი ესე იგი გვასწავლის, ვინც გასაჭირი გადაიტანა და ღმერთს მადლობს, ხო? ანუ ღმერთს მადლობდა, უпростоრად ის მოწამებრივი გვირგვინით შეიმოსა. აი, ვინც გასაჭირი გადაიტანა და ღმერთს მადლობდა. წარმოიდგინეთ, აი. ხო? ანუ თუ კი ეძიებ მარადიულ დიდებას, განსვენებასა და სიხარულს, მას მოითბინე უპატიობა, წუხარება და უგულებელყავი, ხო? წარმავალი. მეგობრებო, ღმერთმა მოგცეს ყველას სინანული, ვილოცოთ, რაც შეიძლება ხშირად ვილოცოთ, საერთოდ მოუკლებლად ვილოცოთ, როგორც პავლე მოციქული გვეუბნება, აი, მოკლე ლოცვა უფალო იესო ქრისტეს შემიწყალე, ეს მართლაც ფასი არა გამოცვას, რომელიც 2000 წელი წინ ესე აქვს პრაქტიკა, ასე ვთქვათ, და ვილოცოთ, არ დავიზაროთ სიარული ეკლესიაში, კვირას წირვაზე, შაბათს ლოცვაზე, რაც შეიძლება ხშირად შევაბაროთ ასარება, ვეზიაროთ, ვაკეთოთ კეთილი საქმეები, უანგაროთ, დავეხმაროთ ადამიანებს და გვიყვარდეს, შევიყვაროთ ყველა და ვეცადოთ, რომ ვიყოთ და დავჭერთ ქრისტეს მიერ ერთგული. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა და გაიხარეთ. მამა ჩვენო, რომელი ხარ ცათა წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენი.
შინა ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუდევებთ თანამდებთ მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ